გურჯაანის მუნიციპალიტეტს მერობის ერთი კანდიდატი ყავს. ნომერ მე-12 საოლქო საარჩევნო კომისიას კანდიდატის გიორგი მაჭავარიანის დასარეგისტრირებლად მხოლოდ პარტია ქართულმა ოცნებამ მიმართა. საკრებულოში მოსახვედრად კი 5 პარტია იბრძოლებს. მათ პროპორციული და მაჟორიტარული სიები კომისიას უკვე წარუდგინეს. საარჩევნო სუბიექტებს კეჭის ყრამდე არა უგვიანეს 30 დღისა უფლება ჰქონდათ მოემართათ საოლქო საარჩევნო კომისიისთვის და წარმოედგინათ მერობის კანდიდატები, ასევე სიები და მაჟორიტარი კანდიდატები. გუშინ ეს ვადა ამოიწურა და გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიას მერობის კანდიდატის რეგისტრაციისთვის მომართა მხოლოდ ერთმა საარჩევნო სუბიექტმა ქართულმა ოცნებამ, რომელმაც წარმოადგინა ბატონი გიორგი მაჭავარიანის კანდიდატურა. რაც შეეხება პარტიულ სიებს და მაჟორიტარ კანდიდატებს, 5 საარჩევნო სუბიექტმა მოგმართა, საოლქო საარჩევნო კომისიამ გადაამოწმა შემოსული დოკუმენტაცია და უკვე კანონმდებლობით ვადების გათვალისწინებით მოხდება მათი რეგისტრაცია. გარკვეულ ნაწილში ზოგიერთ სუბიექტს დაუდგინდა ხარვეზი, ეცნობა ამის შესახებ, ხარვეზი გამოსწორებული ან გამოსწორდება დღეს-დღის განმავლობაში და უკვე მოხდება მათი რეგისტრაცია.